იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა, ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა. ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა, ერთიანად დაწყლულებული. ენატრებოდა მდიდრი სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღობა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. დიდარიც მოკვდა და დამარხეს. და ჯოჯოხეთში, ტანძვაწამებაში მყოფმა აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში. შეძახა და თქვა: მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენ სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი სიავი. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები. ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენ შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, ისე რომ აქედან თქვენსკენ გადმოსვლის მსურველები ვერ ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ. მაშინ მან უთხრა: რა კი ასია გეხვეწები, მამაო, მიავლინე ეგ მამაჩემის სახლში. ვინაიდან 5 ძმა მყავს, რათა მათ დაუმოწმოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას. უთხრა მას აბრაამ: მათ ყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი, მათ უსმინო. მან კი თქვა: არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ. აბრაამმა უთხრა მას: თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოусმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ.